ახალი გარემოება ირაკლი ოქრუაშვილის სათქმეში დღეს მოსამართლეს პირდაპირ პროცესზე აცნობს, რომ სამართალდამცველებმა ჯგუფურ დანაშაულში მონაწილე კიდევ ორი პიროვნება დაარტყეს. გაბრიელ პავლიაშვილი და ვინმე ბედიაშვილი. ამ გარემოების დათვალისწინებით მოსამართლემ პროცესი გადადო. შედახსენებთ, ოქრუაშვილს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 223 მუხლის პირველი ნაწილით, რაც უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შექმნას და მეთაურობას გულისხმობს და 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მასთან ერთად ფორმირებების მომზადებაში ბრალდებულია კიდევ რამდენიმე პირი, მათ შორის გიორგი გაბროშვილი, იოსებ გრიგუაშვილი, ზაზა ბეთლემიშვილი და ხვიჩა საბაშვილი. ოქრუაშვილი საქართველოში 20 ნოემბერს დაბრუნდა იდის საზღვარზე დაარტყეს და გლდანის მერვე სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, პავლიაშვილი და ბეგიაშვილი არის კიდევ დაკავებული აღნიშნულ საქმეზე. პავლიაშვილი ნამდვილად დაკავებულია, იმიტომ რომ ადვოკატმა ინახულა ის გლდანის საპრობილეში. მოსამართლემ საერთოდ არ იცოდა აღნიშნული პირების დაკავების შესახებ, ადვოკატისგან შეიტყო და შესაბამისად მაშინათვე გადადო პროცესი. ციხის ადმინისტრაცია ვალდებული იყო ეცნობებინა სასამართლოს ძებნილი პირის დაკავების თაობაზე. შემდგომში უკვე სასამართლოს უნდა უზრუნველყო ბრალდებულის წარმოდგენა, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვერ განხორციელდა.